ერთ კაცს 4 ვაჟი ჰყავდა. გადაწყვიტა შვილებისთვის ესწავლებინა, რომ ცხოვრებაში ადვილად არავინ და არაფერი უნდა განსაჯო. გაგზავნა ისინი ერთი ხის სანახავად, რომელიც მათგან ძალიან შორს იდგა. პირველი ვაჟი ხესთან ზამთარში მივიდა, მეორე გაზაფხულზე, მესამე ზაფხულში, მეოთხე კი შემოდგომაზე. როცა ყველა მათგანმა ნახა ხე, მამამ სთხოვა აღეწერათ ის, რაც ნახეს. პირველმა თქვა, რომ ხე საშინლად გამოიყურებოდა, შიშველი და წერილში მოხრილი. მეორე ვაჟმა თქვა, რომ ხე გამოცოცხლებული იყო, იმედით სავსე, დაფარული მწვანე კვირტებითა და ყვავილებით. მესამე ვაჟმა თქვა, რომ ხე მწვანეში იყო ჩაფლული, მშვენიერი და ხასხასა მწვანე ფოთლებით. ხოლო უკანასკნელმა ვაჟმა თქვა, რომ ხე ნაყოფით იყო დახუნძლული და რომ ასეთი სრულყოფილი და ლამაზი რამ ჯერ არასოდეს ენახა. მამამ აუხსნა შვილებს, რომ თითოეული მათგანი მართალი იყო, რადგან მათ ცხოვრების განსხვავებულ ეტაპებზე ნახეს ერთი და იგივე ხე. თქვენ ვერ განსჯით ხეს და ვერც ადამიანს, მხოლოდ ერთი სეზონის მიხედვით. ვერ იტყვით, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში. ის სიკეთე, სილამაზე და ნაყოფიერება, რაც მათ ცხოვრებიდან მოდის, შეიძლება გაიზომოს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სეზონი დასრულდება. თუ ზამთარში შეწყვეტ ბრძოლას, ვერ იხილავთ გაზაფხულის იმედს, ზაფხულის მშვენიერებას და შემოდგომის სრულყოფილებას. თუ აქამდე თვალს არ გვადევნებდი, შეიძლება მეტად ვეღარც გვნახო. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და არ გამოტოვოთ შემდეგი დღის რჩევა.